ან ბაიერნის ფეხბურთელი ყოფილი პულარ. რითი დაუკომპენსირეთ? რითი. საკმარისად დიდი ხანია მისო ბიჭებო, რომ ჩემი გაზრდილება გამოიცა. ჩემი ხო რასა? თან ამ სეზონში ორივე ისეთ საოცარ ფორმაშია და საოცარ სლაზეა. პულარ თქვი ვიზავო? ხო და აბსოლუტურად შეფასო იქ. აბსოლუტურად იტყვის მაგას, მაშინ ძალიან ბევრი იტყვის. მოგესალმებით მეგობრებო, ლიგის დროა ბრუნდება, ამ კვირას გვაქვს ორი ძალიან მაგარი დაპირისპირება, პარიზში PSG უმასპინძლებს ბაიერნს და ლივერპულში ლივერპული მიიღებს მადრიდის რეალს და ესეთი თამაში მოვიფიქრე, რომლის გავსი ჯერ არ გვითამაშია, 4 გუნდს ავიღებთ და ამ 4 გუნდით უნდა გავაკეთოთ კომბაინ 11, ანუ საუკეთესო 11-ეული უნდა შევადგინოთ. იმიტომ ხარ დღეს სამნი აქ რომ რაღაც პოზიციებზე შეიძლება კამათი იყოს და დემოკრატიამ ხმათა უმრავლესობამ გადაწყვიტოს ხოლმე. შეიძლება რაღაც პოზიციაზე სამივეს განსხვავებული პოზიცია გქონდეთ და უნდა დაიყოლიოთ სხვა რომ თქვენს პოზიციაზე გადმოვიდეს. თუ ვერ დავიყოლიეთ? თუ ვერ დაიყოლიეთ, უნდა დაიყოლიოთ. თუ არა და სადღაც მე ჩავერევი მე. Deus Ex Machina. შენი ჩარივაც საინტერესო იქნება სხვათა შორის. იმედი მაქვს რომ არ დაგვრჩება. გიორგი ფულარიანი, გიორგი ციხისთავი და ანდრო ხელაძე მეგობრებო თქვენს წინაშე და ისინი შეეცდებიან რომ საუკეთესო გუნდი შეადგინონ ამ ფეხბურთელებისგან, ამ გუნდის ფეხბურთელებისგან. ხო, ეხლა რაღაც კრიტერიუმი რო გქონდეს, დაახლოებით ხო, რას ვიღებთ? ძველ პრაიმს, დღევანდელ დღეს ვიღებთ, დღეს როგორები არიან? ოღონდ ტრამვები დავივიწყოთ, იმიტომ რომ რაღაც მოთამაშეები დაიჩაგრებიან. დღევანდელ ბოლო 1 წელი, აი 1 წელი რო ავიღოთ უხეშად ამ წელში კულტი გაიწყვიტა. და ანუ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლივერპულ ზედიზედ 5 თამაში აქვს წაგებული და აუცილებლად ამ მოსახედიდან არ უნდა შევხედოთ, იმიტომ რომ ეს წელი, ერთი კალენდარული წელი რო ავიღოთ, ბოლო 365 დღე, ლივერპული ძალიან კარგი გუნდი იყო. ხო, ნუ აი მსოფლიო ჩემპიონატზე რომ ვაკეთებთ განაცხადს, რომელს უფრო ჩავსვავდით. კი ბატონო. კი ბატონო. ანუ ამ სეზონს მაინც ვაქცევთ ყურადღებას. ამ სეზონს რაღაც ყურადღებას როგორ არის? ყველაზე მეტ ყურადღებას ამ სეზონს. უჯერ ოქტომბერია და ეგაა. უკვე ციხეს თავში რაღაც მონახაზი აქვს და სეზონში გვიმალოს რაღაცეებს. დავიწყოთ მე იმას გეტყვი, ეს რაღაცას დაგასპოილერებ, რომ როგორიც არ უნდა გამოვიდეს ეს ეპიზოდი, პირველი კომენტარი მაინც იქნება, რომ აუქციონი გვინდა. კი. აუქციონი. ამ კვირას იქნება NBA-ს, ან არ ვიცი პირველი რომელი დაიდება, შეიძლება უკვე დევს NBA-ს აუქციონი და შემდეგი კვლავ ფეხბურთზე დაბრუნდება მეგობრებო აუქციონი იცოდეთ. მან ჩამს. და კომენტარებში დაწერონ რის აუქციონს ისურვებენ. სადაც ანდრო უკვე ზის, იმიტომ რომ აგერ მთხოვა რომ ჩამსვია. კი, და თან წინა გამოვთქვა. კარგი. მეკარეები, დავიწყოთ მეკარეებით. 4 მეკარე, თითო კლუბიდან თითო, რა თქმა უნდა. ნოიერი, კურტუა, ალისონი, შევალიე. ვის დააყენებთ კარში? მე რაც ვამბიცი, ესე ცალ-ცალკე რო არ ჩამოვთვალოთ. ხო. ერთად თქვა თუ ესე ერთად ილაპარაკეთ ერთმანეთში. კაი, შევალე გამორიცხოთ მოდი. შევალე უეჭველი გამორიცხოთ, მე მეოთხე. შევალე არ დგება. მე რეკავს. ისტორიაში საუკეთესო მეკარე, ნუ აქვს ამის ამბიცია იქ ვიღაცა იტყვის ბუფონს, ვიღაცა იტყვის იაჩინი შეიძლება ვიღაცა თქვას, მაგრამ აქვს ამბიცია მაგის. იქ კასილასის რო არ დავივიწყო. მე მაგ ხალხის რიგებში ვარ. რომელიც ამბობს ნოიერი ყოველდღე აი მე ბუფონსა და ნოიერს შორის ხანით ვიხრები რა, მაგრამ ლეგიტიმური ორი წლის განმავლობაში მანუელ ნოიერი აშკარად არჯობნის ალისონსა და კულტუას. კი. და მე მაშინ ესე გავაგრძელებ შენს რენკინგს ანდრო, რომ მოვყვები მაგ მაშინ მეოთხე მესამეში, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში არც კულტუა ჯობია ალისონს და მე ალისონს დავაყენებდი. მე კულტუას. მე ნოიერს რა თქმა უნდა, რომ კარგად დავიწყე. მიუხედავად იმისა, რომ 39 წლისაა და ორი მძიმესი ტრავმა გადაიტანა ფეხზე, მაინც ახერხებს და თავის სტილს არ ღალატობს, ამოდის დაზღვევაზე, გამოდის კაიდან თან ძალიან სწრაფად და უპამეკანოს და ტას და ასე შემდეგ აზღვევს და ამ მასაკშიც რეფლექსები და რეაქციას არ გარგავს. ლეველინგზე ის მოგერიება იდეალური მაგალითია ამ ყველაფრის სუპერთასზე. მე მაქსო სუპერთასზე იქ თამაში ლაივში იყო. და ეგ მოგერიებას ხო გახსოვს? ახლა მოგწერე მე. კი ბატონო. მაგრამ ტიბო კურტუა არის ყველაზე საიმედო ამ სამშორის ჩემი აზრით. ჩვენ გვახსოვს მანუელ ნოიერი მადრიდის რეალის ენაა. სასწაული თამაში ჰქონდა. კი ბატონო. მაგრამ მე ის შეცდომა და ხოსელუ რეალი ისე ხო თუმცა მაგ შეცდომამდეც რომ რეალი არიგებდა ეგ ნოიერის ამსახურება. თუ არ მაგ შეცდომამდე მე ფიქრობდი რომ მეთქი ნოიერს რა სეზონი აქვს ბიჭო მე ევროპის ჩემპიონატს თუ მიამატა იქ სადღაც შეიძლება ოქროსბურთზე სასაშინო ევრო მოდიოდა. მაგრამ ნახე მომენტები დეტალები წყვეტს. კი, რა თქმა უნდა, აი კანივი დაემართა. ხო, ხა ის შეცდომა კი მოუვიდა ბრაზილიასთან, მაგრამ კანმა სულ მიათარია ეს გერმანია ფინალამდე, ხო და რაღაც ასეთი იყო, აქაც იმიტომ რეალს ბევრი მომენტი ჰქონდა. არაერთი ჩინებული მოგერიება შენ გამიყავდა ეგ თამაში, ხო და იმ შეცდომამდეც რომ მივიდა ბაიერნი და იქ ბოლო წამამდე არ ვიცოდით რა მოხდებოდა. ეგეც ნოიერის დამსახურებაა. თუმცა 225 წელი.
მე იმას ვიზამ მეგობრებო რომ ჩაგეჭრებით და თქვენ იხსენებთ ორი სეზონის წინ. ანუ რეალი რო ჩემპიონი 2023-24-ს იქ ხსენებდა. მე 2024-25-ით მინდა შემოვიძე და თქვა რომ მაგ სეზონში საუკეთესო იყო ჯანლუიჯი დონარუმა ობიექტურად და მეორე ადგილზე იყო ტიბო კურტუა მეთქი ალისონი. ლივერპულის წარმატებაში ანუ უდიდესი წვლილი დღეს ვის დააყენებთ ბოდიში შეგაწყვეტინეთ დღეს ვის დააყენებთ ანუ ეხლა თამაში იყო სამეკარეებში დღეს ვის დააყენებთ ერთადერთი შესაძლოა იმიტომ გავაკეთე რომ ტრამა დავივიწყოთ იმიტომ რომ ვიღაცას პრობლემა ტრამვის გარდა გაითვალისწინეთ აი დღეს ტიბო კურტუა როგორ არ დავაკეთე აუ ალისონი როგორ არ უნდა ტიბო კურტუა მაგალია ალისონზე თან არა მარტო სიმაღლე ხარ მაშინ ნოიერზე მაგალითია კასილაძე მაგალითია ტიბო 90 მეკარე პენალტების მოგერები აკლია არა მაგალითია ალისონს ზოგადად ფორვარდი ანუ ჩვენ არა თქო ძალიან შოა ზოგადად ეხი ფორვარდი თამაშობს ალისონი რავი მე მაგას ეხი გეტყვი შეიძლება უკეთესად თამაშობს მომგერიებელია დონარუმა ეხლა რომ პარი სენ-ჟერმენში იყოს ერთადერთია ვისაც ახლა ნოიერზე დავაკეთებდი ამ წუთას გეუნებიო ამ წუთის დონარუმა დაივიწყო იმიტომ რომ ჯიჯო ამ წუთას საუკეთესო მეკარეებს სოფლიო ჩემიას და არამედ ჩემიაზე მაგრამ ახლა ყוף შევალია დაიჩაგრა ამ უთხეულში ხო ფაქტია არა და კარგი მეკარე ძალიან ნოიერის პრაიმი რო გადავიდა კურტუა გახდა საუკეთესო მეკარე მე ალისონი უფრო მიყვარს როგორც ადამიანი რატო არ უნდა მიყვარს კურტუა ადამიანი ეხლა არე ვიღაცა მეზის რონალდო როგორც ადამიანი შეიძლება არ გიყვარდეს საიდან უხოს ხო ბიჭო ვერ ხვდები უბრალოდ კურტუას პოზიცია როგორ უნდა დავთვალო თან ხო იცით ხა მე არც რეალზე ვგიჟდები ეს ბოლო სეზონით უნდა დათვალო არსენალის ჟაკეტი მაცვია მაგრამ არც არსენალზე ვგიჟდები უბრალოდ აი ესე რას უყურებ ფეგურს აი იქიდან მაგს დასკვნები და მე ხა ვერ ხვდები კურტუას ვარიანტი მქონდეს რომ რაღაც ჩემი ამბავი წყდება ხო ვიღაც შეთამაშე ფეგურს და მინდა უეჭველი მოგება და კურტუა არ ჩავაყენა აი ეხანდელი მდგომარეობი გუნდური შედეგები კურტუა ლეჩენში მეც კურტუას ავიჩო სხვა მაგორში კურტუას ავიჩო მაშინ ის შეუტიოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიო კაი ხო ის ნოიერი მოიგებს ეხლა მაგას ვერ მოიგებს მაგას დაგეხმარებ ხო არა ჩემპიონთა ლიგის აი ფინალში კაია მომწოს შეუტიო ნოიერზე ჯიბრით თუ იმას ვიზამ ფულად თორე აი ნოიერი მართლა მესამეა ჩემპიონი ამ სამში ხა მესამე არის მართლა ანუ ყველა დროის საუკეთესოებში უწრებს ამათ გამოკვეთილად მაგრამ ამ მომენტში მესამეა ჩვენ ამ წუთას ვადარებთ ხოლმე გაც ამ წუთას ხო და კურტუა თუ ალისონ მოდი ამ წამს ალისონ ამ წუთას კურტუა ამ წუთას არ მგონია კურტუას უბრალოდ ესენი იხსენებენ 2 წლის წინანდელს და 3 წლის წინანდელს აგერ ლაჰოვის აუღო ერთი კვირის კურტუას ბიჭო ეგრე ხა ლეველინგის და ლაჰოვიჩის სეივებით ანუ არ ფასდება რა არა ეს უბრალოდ მოიყვან მაგათი ასაკის გამო თორე ნოიერზე დასამტკიცებელი არ ხია რა მეგობრებო მეკარე გადაწყვეტილია მე მგონი ხო ტიბო კურტუა კარში ყავთ ტიბო კურტუა დავით ხალხო ალბათ ხვდებით რომ ტიბო კურტუა აქედან ადეკვატური არჩევანი მაინც იყო რა ალისონის გვერდით მაინც დგას ერთ-ერთზე სულაჯობებს ალისონი თავის სტილიდან გამომდინარე ანუ ალისონი შეიძლება კურტუასკი ყველას ჯობს საერთოდ მაგ ერთ-ერთზე თამაშით კონკრეტულად შეიძლება არის და ერთ-ერთი ეს არა ცუდი არა ცუდი ვინა ცუდი ანუ მე გეუბნები რომ ალისონი ახლებული განსხვავებული აბა რა შეიძლება კურტუა ეგეც გითხრა გამოსვლაზე მაღალ ბურთებზე ძალიან საიმედოა ფეხი თამაში მაინც და ალისონი ჯობია ჩემი აზრით მაგრამ აი დღევანდელ მდგომარეობითაც თუნდაც დღეს რო ადარებთ ტიბო კურტუა მაინც ცოტათი საიმედო მგონი ვიდრე ალისონ ბეკერი კი ბატონო ოღონდ ალისონის მე ძალიან მომწონს და ორივე მაღალი ზონის მეკარია რა თქმა უნდა ამ წუთას ტიბო მაინც უფრო საიმედო მგონი ანუ კურტუა შეუძლია გაიხსენოს ჩემპიონთა ლიგის ფინალზე 9 იქონდა ალისონ შეუძლია გაიხსენოს პარი სენ-ჟერმენთან სასწაული თამაში ორივე ელიტარული მეკარია მაგრამ უდნო გადავიხარი კურტუასკენ მიუხედავად იმისა რომ ეს როგორც პერსონაჟი ალისონი ჩემს უფრო საგულშემატკივრო პერსონაჟი ვიდრე კურტუა გადავიდეთ შემდეგ პოზიციაზე, სადაც მე შეგზნება მაქვს, რომ შემდეგობ პოზიციაზე ნაკლები კამათი იქნება, ოღონდ ჩემი შეგზნება ბევრს არაფერს ნიშნავს. მარცხენა მცველი. კერკეზი, კარერასი, ალფონსო დევისი და ნუნუ მენდეში. ფუ არას ვფიქრობ. უხაც რომ არა. ალფონსო დევისი მენდეში შორის ვარ. დევისი მენდეში შორის ხარ? კი. თან ორივე ერთი სტილისაა. ერთ თარგზეა მოჭრილი. მაშინ მითხარი არგუმენტი მენდეში ბალდე და დევისი მაინც გვანა ერთმანეთს რა გინდა არ გინდა. ხო სტილი. ხო ბალდე. ბალდეში ვარ ცოტა მოშორება, მაგრამ ეს ორი უფრო. მე ხარ ბარსაზე ავსო ისე გამახსენდა უბრალოდ. ეს ორი ძალიან მსგავსი სტილის პეპი. ანუ კერკეს გამორიცხავთ და კარერას. კერკეს ესეთ გამო. კერკეს მყავს კერკეს გამო. მეოთხე ადგილზე. კერკესი აუცილებლად მეოთხე ადგილზეა. კარერას მესამეზე იცი მყავს. მესამეზე ყავს ალფონსო დევისი. მესამეზე. მე კარერას. დიდი ხანია ტრავმა. ბიჭო დაცვაში არა ეგეთი სანდო დევისი ხა. დაცვაში ამოთხეული და კარერაში ყველა ჯობია. არა მე დევისი გეუბნები. დევისი დაცვა ხო დაცვა ძალიან კაი მოდი ხალხს მოაწვალე. ნუნუ მენდეში არის არჩევიანი. მე და ანდრო მაინც ვაზრობთ ნუნუ მენდეშს ხანს ანუ უეჭველე.
ხო და ნუნუ მენდეში საუკეთესო მცველი მგონია. შენ მითხარი არგუმენტი ერთი მაინც რომ დევის სისხლი ისეს გადავიხარო. მენდეში დევის შორის ვარ და ამ ყოლას მენდეში რატო ხარ შორის და არა არა ბოლომდე მენდეში იყოს არ მაქვს პრობლემა არა მე რასო ამბიცი? რატო? ჰაკიმი ყავს მარტო კონკურენტი რომ საუკეთესო მცველადაც ვახსენოთ რა. ანუ მით უმეტეს ამ სეზონის სტარტზე ხო და ამ სეზონის სტარტზე ვანდაიკი ჩამოწია მაგ იმაში რომ აი საუკეთესო მცველებს შორის ვანდაიკი თუ ჰაკიმი ნუნუმენდეში. შემდგომ ნუნუმენდეში ჰაკიმი არის პირველ მეორეზე და მერე ვინც გინდა. კარიერასი ჯეხო ნუ ბენფიკადან მოყოლი რომ მომიწიამდე ჯემე წაყვანა რა მე ზუსტად ეგეთი ემოცია. ძალიან მაგარი და ეხლაც კლასიკოში ამალი სინამდვილე ითამაშა კარიერას ძალიან მაგარი ითამაშა. ძალიან მაგარი ითამაშა და კარიერას ძალიან მომწონს. მეორე ადგილზე ყავს, მაგრამ მარსელთან რო გამოიტანა, მარსელთან იყო ხო? კარის ხაზიდან რო რაღაც. კი. ფლორენციის პონჩი გამოიტანა კიდე უფრო აბსოლუტურებული იყო გამბავი. რომ მიხვდა რომ ჩასულიყო ან კარის ხაზზე მე სად გადაეწყო თან rilsით შემხდა მე რა კაი, არცანა მცველი მარტივად დაევერჩიეთ, როგორც ველოდი. კურტუა და მენდეში ყავს, ხო? და გადავიდეთ შემდეგზე. მარჯვენა მცველი. ლაიმერი, ფრიმპონგი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი და ჰაკიმი. მე გავხდი შოუ საინტერესოს და დავასახელებ უნიკალურ მარჯვენა მცველს, რომელიც გამთამაშებელი არის მარჯვენა მცველის პოზიციაზე. ჩვენ ახლა ვაკეთებ რაღაც საოცრებად ხო? და აქ ტრენტის თვისებების მქონე ფეხბურთელი შეიძლება უფრო დაგჭირდეს. ვიდრე ნუ ჰაკიმი რომელიც მე გეთანხმებით საუკეთესო მარჯვენა მცველია, აუცილებლად საუკეთესო მარჯვენა მცველი. კონკურენტი არ ყავს ჰაკიმის, მაგრამ ტრენდ შეუძლია ის რაც არავის არ შეუძლია მარჯვენა მცველის პოზიციიდან. იქ შეუძლია ერთი გრძელი პასი გაიკეთოს და იქ თუ წინ ახლა ჩვენ ან მბაპე ყვეყოლებმა ან კეინი ან კვარა ან ვინისიუსი ან ვინც არ უნდა იყოს შეტევაში, იმ ერთი გრძელი პასი შეიძლება თამაში მოგვაგებინოს ტრენდმა და მაგიტომ მე ტრენდის პოზიციაში შემოვალ. თან მაინც გემოვნებაზეა საინტერესო ხომ უნდა გახდეს შოუ თორე ეგრე ყველა მიცით ამ წამს ვინ არის power ranking-ში წინ. ჩავხედო სტატისტიკას, ვის აქვს მეტი clean-sheet-ი, ვის აქვს მეტი assist-ი, ვის აქვს მეტი XG და გამოვთვალოთ ასე. მე ტრენდი მინდა. კაი, ლაიმერ შემოვაგდეთ მაშინ. მეც გავხდი შოუს საინტერესოს, იმიტომ ორივე ფანზე შეუძლია სირბილი. მე არ ვიცი რა საწოლს ვიყენებ ეს ადამიანი. ეს არის დაუღლელი. ეს გინდოდა. ორივე ფლანგზე შეუძლია სირბილი. კი, დაუღლელი აბსოლუტურად. თან შენ მითქმეს არ იყოს ბაპე იქნება კეინი კვარათო ვინ? იქ მისი სისტრაფეები დაჭირდება. ვაუ, ეგრე კი. ეგ ანდროს რო დადგეს. თორე მასე ყველა ვიცი რომ ბაკენი ამ მაგარი მარჯვენა მცველია, მაგრამ მოდი ლაიმერი შემოვაგდეთ. ციხე ფრიმპონგს ვარგინა. არა. ჰაკიმის მაშინ ჰაკიმი დაიწყება. ეკუთვნის რა, ანუ რაღაც ეტაპზე, ანუ ჩემი აზრით ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე, რომ აი სიმპათიებზე წავიდეთ რა. ანუ კაცმა მე-6-ზე გავიდა ბალონ დორის სიაში. მე მიხარია მოდი ჯერ იმით დავიწყებ, თუ მაინც ცოტა შოუა საჭირო. კარვახალი არ არის აქ, იმიტომ რომ კარვახალი ძალიან არ მიყვარს. კარვახალი არის ყველაფერი კაპიტლის გარდა. და კარვახალი როგორც ლამინი ამალთან იქცეოდა, ანალოგიურად ცდილობდა ბუკაიო საკასთანაც, არსენალთანაც. კარვახალი იყო კაცი რომელიც შუათითით აღნიშნვის და შუათით უყოფდა არის ბარსელონას თუ რომელი გულ შემატკივს არ უნდა ყოფილიყო მაგას და ნუ მოკლედ კარვახალი რომ არ არის საქმე მიხარია და რომ ყოფილიყო მე მე-4-ზე დავაყენებდი იმიტომ რომ ამ გუნდში არ მჭირდება ეგეთი ტოქსიკური ფეხბურთელები. თუმცა ის ახლა ვახსენოთ ციხე რომ კაც მოგებული აქვს რამდენი ჩემპიონთა ლიგა და ყველა ცნობილი გოლი, ბევრი ცნობილი გოლი არის მისი ასისტით გასული და საკმაოდ მათ შორის კრისტიანუს. მათ შორის კრისტიანუსი და 2024 წელს კაცზე ამოდრენ ოქროსბურთი უნდა მოიგოს. მე ეგრე არ ვთვლიდი, მაგრამ ყოველთვის არის ხოლმე ერთი ვიღაცა, რომელზეც მაგა ხო არ უნდა მოიგოს ოქროსბურთი. და ეგ იყო კარვახალი. ჟორჟინიოს რომ აძლევდნენ ოქროსბურთს. დაცვაში. მაგ შენ ტრენდს ბევრად მიჩვენია კარვახალი. დაცვაში. რა თქმა უნდა, მე არ ვსდაობ, კარვახალი ძალიან მაგარი მარჯვენა მცველია კაცი. მაგრამ ციხე სიმპათოს შეუძლია ჟორდი ალბათ ძალიან მაგიზიანებდა თავის კარიერის განმავლობაში, თავის საქციელების გამო და კარვახალიც, ანუ იამალი რამდენად გამაგიზიანებელი პერსონაჟი არ უნდა იყოს, როცა კარვახალი ავრცელებს ინფორმაციას კლასიკომდე რომ აი მე მაგას ჭკუას დავარიგებ და რაღაც აი რომელი 18 წლის ბავშვი იტყვის მაგაზე რომ ვა ჭკუა უნდა დამარიგო მოდი დამარიგე მოედანზე და მე ამას ისე გავატარო თან მიკროს რა მოიშლა თავი უნდა დაიხარა და უნდა ეთქვა ჯერ წედი რა ეპოქაში ვცხოვრობთ მით უმეტეს 18 წლის ხო არის და ამდენი გამოცდილება რო გაქვს ანუ ფეხბურთელი რო ამდენი ხარ უკვე სხვა რა მენტალიტეტი ანუ მე 18 წლის რო დებიუტანტი ფეხბურთელი ყოფილიყავი რა თქმა უნდა შედარებით მორცხვი ვიქნებოდი მაგრამ როცა ვარ ბალონ დორზე მეორე ადგილას ანუ უკვე სხვა ადამიანი ვარ რა ეუბრებო მინდა უბრალოდ შეგასწორდა და კარვახალი კარვახალი საერთოდ მე რასო ვიცი ჰაკიმი იმდენად კარგია რომ აი არ მინდა რა მე ხო იცი მოყვები ხო ანუ იმდენად კარგია რომ ეკუთვნის ანუ ანდრო მართალია მაგრამ მოდი გავყვეთ რა
ჰაკიმი მინდეში უნდა იყოს, კი. გეთახმებთ. იდეაში გეთახმებთ, ხო ის ლაიმერი მეოთხეზე მესამეზე კაი ხო მოგი. არა, რავი, ფრინკონგს მირჩევნია. ლაიმერი ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელი მგონია. ნახევარ წუთში კაი ინტელიგენტი. კომპანიის ხელში მართლა ძალიან მოუმატა. მაგრამ ტრენტი სხვა სამყაროა. სამოუში და ჰაკიმის აუგე. ჰაკიმი. კი, ჰაკიმი. ცენტრალური დაცვა მეგობრებო, ამჯერად გეტყვით არა 4 ფეხბურთელს, არამედ 8-ს და თქვენ უნდა არჩიოთ 2, თან აუცილებლად ხო, ერთი ის პირობა გაითვალისწინეთ, რომ ესენი გუნდში ერთად თამაშობენ და ბარემა აქაც ერთად იყვნენ, ეგ არ არის არანაირი აუცილებლობა. და ორი მარჯვენა ცენტრალური მცველი რა უჩიოთ, ეგეც შეიძლება ალბათ მაქსიმალურად. აირჩიეთ, კი. აირჩიეთ და თქვენმა გუნდმა იკითხოს მერე. დიდი პრობლემა არ იქნება. ცენტრალური მწვრთნელს ვირჩევთ, ანუ თუ როგორ არის? ამ 4-დან. მწვრთნელს ბოლოს ვირჩევ. ბოლოს. ხო. ცენტრალური მცველი. პაჩო, მარკინიოსი, უპამეკანო, ტა, კონატე, ვანდაიკი, ჰაუსენი, მილიტაო. ტა გამორიცხულია. არჩი ვირჯილი უეჭველი ხდება. გულყვასტა. ვირჯილი რო უეჭველი ხდება. გონი თავ. არა, ვანდაიკი მიუხედავად სეზონის სტარტი ჩავარდა, მაგრამ სეზონის სტარტი ჩავარდა თელ ლივერპულს მაინც არც ერთი არა უჩი. თან სეზონის სტარტიც რა ის ხო, ატლეტიკოს გაუტანა, ქონდა კაი თამაშები, როცა აგებები დაიწყო მერე შევამჩნიეთ, ხო. ვირჯილიზის. ვირჯილი უეჭველი. ულაპარაკო. ვირჯილი ჩაგვისვინი კატო შეიძლება. ბარემ ვირჯილი ჩაგვისვიდა. გარშეზე ვიდა. იფიქრეთ. მე მაგალითად. გორ დავამცხოვით ანდრო. მე უწოს ჰაუსენს ვარ. კი, მეც მაგას ვამ. იმიტომ რომ ვირჯილი თუ ყავს ასეთი ტიპის ცენტრალური მცველი, როგორც არის ვანდაიკი. იქ ბურთის ამომტანი, კაი პასის მქონე, მაღალი თან გოლებს გატანებს აი პასი კი სასწაული პასი ეგ. ხო, მაშინ არ გიზავია. ვირჯილის გრძელი პასი მეგობრებო, მაშინ ჰაუსენზე თავდებით. საული და ცოკ. ანუ ვანდაიკი, ჰაუსენი კანისტარ დაუწყო. მარკინიოსი პაჩო არის მაგის მასობი. ნიდერლანდური წარმოშობაა. ჰაუსენს 5 წლის იყო ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად და მე აიჩა ესპანეთის ნაკრები. ანუ ყველანაირად კარგად გაუგებენ ერთმანეთს ვირჯილი და ბატონი სამივე თავდებით ანუ ჰაუსენს. ესპანეთ ჰოლანდიაზე ჰაუსენს უსწრებდნენ ესპანელი მეთქი ჰოლანდიელი ფანები. რომ ნაკრები აირჩა, ჯერ როგორი ფენომენია. დიეგო კოშტას ხო, აი რაღაც ეგეთი. არა, ჰაუსენს ასე. ანუ ისეთი მცველები ყავს ზოგადად ჰოლანდიას, რომ მაგიტო წავიდა ალბათ ესპანეთში. იქ უფრო ნაკლები კონკურენცია იყო ცენტრალურ ზონაში. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ჰოლანდიას დაცვაში არ უჭირს და შეტევაში უჭირს. კი. დამრიგე ყავს ვანდაიკი, დელიხტი და ვანდევენი და შეტევაში უფრო გიჭირს ვიდრე დაცვა. და ვანდევენი შენ მეორე პიკი ხო? კი, ნუ მეორე ხო ის სიტუაციიდან გამომდინარე, მაგრამ არ მართლა ვანდევენი ძალიან მოწონს კაცი. კი, არ მეც. ეხა წარმოგი ანუ რომ ახლა იმ ხელა პატევი მცა ფენტეზიში ორი გოლი აუ მე გაიტანა. ხავდა. აუ დაუცვა ბიჭო ეს. ჰაკიმი მენდეში ხო ყავს, ნუ კარში კურტუა და აქეთ ყავს ორი მცველი, რომელსაც აქვს საოცარი პასები ხალხო. ვანდაიკი აქვს. უბრალოდ ბაიერნი გვეჩაგრება ფულარ, ჯერჯერობით. ნახოთ, იქნებ ჩამშრელი არის ის პოზიცია, სადაც ბაიერნი ჩასვავს თავის პირველ ფეხბურთელს. ჩუამენი, გრავენბერხი, ნევეში და გორეცკა. გორეცკა მეოთხეზე. გორეცკა ყვირილით უნდა გეთქვა ბოლოს. მაშინ ალბათ აქვს ხალხს ნახე გორეცკას რო უყვირის ვიღაც ძალიან ახლოდან. მეცვეთაულერმა შეხვდროს გორეცკა. ნუ ჟოუ ნევეში ვირჩევ მე რა. ჟოუნოვში არის აქ საერთოდ. კაი, მეორე? კი, არის აი თქვა. ნევეში და გორეცკა. ორი ხო უნდა ვირჩიო? ნევეში გორეცკა. არა, აქედან ის ვირჩევ. გორეცკა, გრავენბერხი და ჩუამენი. კაი, კაი. ჩუამენი. ის გამოვრიცხე. ჩემთვის გორეცკა, მესამეა. ბატონი გორეცკა გამოვრიცხე. ჩუამენი. კარგია. მაიცე. ძალიან კარგი. გორეცკას გარდა ვინ იყო ჩუამენი, ნევეში გრავენბერხი. გრავენბერხი და ნევეში ერთშიც იხევ, ხო? აჰა. პირველზე ნევეში მყავს. მეორეზე გრავენბერხი, მესამეზე ჩუამენი, მეოთხეზე გორეცკა. გასაგებია. მე გრავენბერხი. კაი, გორეცკა თუ ძალიან დაიჩაგრა, მაშინ მე ჩუამენისკენ გადავიხრები. ჩუამენისკენ გადაიხრი. მე გრავენბერხის. რაიენზა. ბიჭო, არა, გრავენბერხის კარგი სეზონი. ან მე ან ნევეში უნდა ამერჩი, ან გრავენბერხი რა თქმა უნდა. ანუ აი, გრავენბერხის შესანიშნავ ფორმაშია კი, ნუ ბოლო მაჩები, მაგრამ მაგრამ საურია, ძალიან პარიზი გამოვიდეს, იმიტომ რომ მე იქით ვიტინია საურჩე უეჭველი. და ახლა ჟოუ ნევეში მართლა და ისიც. ან თან ჟოუ ნევეში და გრავენბერგის შორის ეგეთი დიდი სხვაობა სეზონში არ იყო. უბრალოდ გრავენბერგი გავარდა მე როთფინალში და ეს დიდხანს იყო და დიდხანს დაგვამახსოვრდა. და დატრიალება გრავენბერგის დაგჭირდება მე მგონი. თან ანუ პრემიერ ლიგის ეგრე მოგება ლივერპულს რო გაუმარტივდა გრავენბერგის ამ
ფორმაციული ცვლილების და თან პროგრესის დამსახურებაც იყო და ლიგა 1-ის დიფერენციალი იყო ერთ-ერთი გამოკვეთილი დიფერენციალი სალახთან. მოდი რაიან გრაუნბერგი ავუჩი. მეც გრაუნბერგის მხარეს გადავალ ანდროს. მიუხედავად იმისა, რომ ჩუამენი underrated არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ შაშემ უწია მთელი სეზონის გატარება ცენტრალურ მცველად, მაგიტო ხალხმა შეაფასა ცენტრალურ მცველად, როგორც თამაშობდა იმაზე სუპერთაზე. დაბრუნდა ეხა სასწავლო თამაშს, ნაკრებში ძალიან მაგარი პასი გაუკეთა მბაპეს. ძალიან მაგარია ჩუამენი, მაგრამ სტილით მომწონს უფრო რაიან გრაუნბერგი და ხო, რა თქმა უნდა სუბიექტურია ხო ეხლა რას ვაკეთებთ იმ. ან ბაიერნის ფეხბურთელი ყოფილი ფულარ. რითი დაუკომპენსირეთ? რითი მე დაგვიგვავა. კი მიხს არჩევა მინდოდა ძალიან, მაგრამ ეხლა გამოიყვანს იმ მატჩში და ეხლა იქ ნახე ეხლა რა მოხდება. გასაგებია გრაუნბერგზე შეთანხმდით. კი, თუმცა ჩუამენიზე ვთანხმდებით და თან არის ცოტა მაღალი ტიპი მინდა. ნევეში. ეხა მოდის ცენტრალური შემტევი ნახევარმცველები. აბა. აქედან ანუ 4-3-3 ფორმაცია არის, რაც მე თავში წარმოვიდგენია და შესაბამისად ორი კაცი უნდა აირჩიოთ შემდეგი 8 ფეხბურთელიდან. ჯუდ ბელინგემი, არდა გიულერი, ვირცი სობოსლაი, მუსიალა კიმიხი, ვიტინია რუიზი. აი, საერთოდ დანაშაული არის. სასწაული ხალხი არის. მართლა და იქ პავლოვიჩი და გორიც გადაიხენია. აუ, მაგარი დუეტი მაქვს გონებაში. მე ბილინგემი. ბიჭო, ძალიან კაი დუეტია, მაგრამ მე სხვა მაქვს. მე ძმაკაცების დუეტი. აბა. მუსიალ ბელინგემი. მუსიალბე, აუ. ვაა. მე ძმაკაცე, ბიჭო, ვიტინია, როგორ არ ჩავსვა, მაგრამ მე მყავს. ჩაგესვა რა იქ იმათთან, გრაუნბერგთან და იმათთან ჩავსვა. არ არის ჩამშრალი ვიტინია. ვიტინია შეიძლება ოქროს ბურთი უნდა მოეგო. დაში. ანუ თქვენ ბელინგემი ყავთ საერთო, ხო? ო, ბელინგემი. ორივეს. კი, ჯუდი ყავს ორივე. მაშინ მე მყავს ვიტინია სობოსლაი. ვიტინიოსო სუბოსლაი ხდება არ საიდან? ბიჭო, აი ძალიან უსწრებს მე სობოსლაი ამ სეზონში. მე ძალიან უსწრებს. იმდენად რომ არდა გიულერი საერთოდ ვილაპარაკია, რომელიც ასევე ძალიან მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ კარი, ჯუდი ეხა აქ რო ვერ მოხდეს. ბიჭო, არ მიყვარს მე ბელინგემი უბრალოდ. მაგრამ აი, მე წარმოუდგენია ეს სცენარი. შენ რო გაშლილი ხელები დარბიხარ ოფისში. ინგლისს მოაგებინე სოფლიო ჩემპიონას და ჰეი ჯუდ და იქ ნაიგის კამპანია და ფუტბოლის გამიქონდა ასე შემდეგ. კაი, ბელინგემი იყოს. ჯუდი ამ გუჩი რო ვერ მოხდეს. არა, ბელინგემი. სარი დანაშაული ხალხი. მიდიდროთ მის მეწყვილეზე მოდი. კაი, მე უბრალოდ ვინ არ ხდება სუბიექტურად უეჭველი მე გაგაფილტრეთ. ფაბიან რუისი რაც არ უნდა მაგარი იყოს და რაც არ უნდა კარად დაუტრიალდეს ევროპის ჩემპიონატზე ვიღაცებს არსენალს კაი გოლი გაუტაროს. აქ ეხა თუმცა როლ პლეიერია მაინც ფაბიან ოთხი რუისი. ადგილის გიჟია რა ფაბიო. ამ ბევრად მეც იმსახურებდა ამ სეზონიდან გამომდინარე. ბევრად რა ადგილი, ფულა, ანუ რა მე ვარ მიწვევეთე ხა. პედრი ვერ შეიყვანეს ათეულში რა ზეც. ხო, აი, პედრს ვერ ყვარას შეიყვანეს, დაგვიტოვეს იმის იგივე ეხა. ფაბიან რუისი მე ვერ ვიდართ. თვითონ ვიდართ. სობოსლაიც მე მგონი ეხა დასაუწყებელი კაცია ციხე მე მგონი შენ მაგას ხვდები. ბიჭო, მე უბრალოდ ვამბობ რომ ვიტინიაზე ლივერპულში ამ სეზონში ვირცი? ერთადერთი კაცი თამაშობს. ვირცი და გიულერი? ვირცი დაიცვას პუარა. მე მაგის დაცვას არ ვარ. არც ვირცი გიულერი. ვირცი მუსიალაში მე ყოველთვის ვირცი მუსიალაში. სალამ ანტას არის თამაშა არაფრის დიდების საგოლე მოქმედება არ ქონდა. ნუ ცოტა სალახმა საალახმა შეუჩა შეუწყო. ეხა კი იყო კი. ბუნდესლიგის იმას რო ხედავს? ხო. მოდი ფავორიტებს გამოყოფ ჯერ სადაც. ბელინგემი. ბელინგემი, მუსიალა, ვიტინია, კიმიხი აქ ვართ, ხო? აუ კიმიხის აუ ძართულია. აი, კიმიხის ბურთის კონტროლი და ტემპის კონტროლი დაგჭირდება რა. რა იქ დორტმუნდთან ერთ შეხედვით მიიღო, თან რომ მიიღო და თან გასწა. ჩვენ გუნდში ხო გჭირდება, ანუ ბელინგემი მოვდივარ თქვენ მხარეს, რა თქმა უნდა. ანუ ბელინგემი მოდი ერთი ჩავსვათ. ბელინგემი იქნება მაქსამიან ყველაზე შემტევი, ანუ ყველაზე ხშირად რო იქნება იმ ფორვარდებს. თუ მას ამოუყენებთ გვერდში ვინც მე მინდა ვერ იქნება ყოველ შემთხვევაში. ამუსიალოს. შე დემბი ყავს. ესეთი დრიბლინგი არავის არ მე გაგიწევდა. აი ცოტა კიმიხისკენ უფრო ვიხრები მაინც ავქნა. აი ბაიერნიდან თუ ვინმე უნდა ვიყავ ფულად. მუსიალა იყოს ისე რა. მუსიალა? ანუ ბელინგემი მუსიალა დავაგენო? ხო. მუსიალ დაავიწყდა ხოლმე რა სა. კი, არ მე დამოვიდა. მე მარტივად შეიძლება, აი, არ მარტივად ახდენ ჩემზე გავლენას, აი 4 თვე რო არ ვთამაშე, მაგრამ მაქსოს რაც იყო რა. და ბელინგემს ზრიანობა შეუძლია. ეხ გული მწყდება რომ ვიტინია ბიჭო, ვიტინია ჩაგესვა იმასთან, გრავები. ხო და რას ვამბობ ისე ვიტინიას უფრო შეუძლია არ არის მანდ. ტემპის კონტროლი თქო, ანუ აი დირიჟორობა და ეგ დირიჟორობა მოდი თავისთავზე აიღოს გრაუნბერგმა რაც გამოვა. აი, სულ აი გათამაშება. კიმიხიც ეგა ტემპის კონტროლი დირიჟი ეგ არის კიმიხიც. ზუსტად და მაგრამ ჩვენ გვაკლია. ხო და ჩვენ ან ბელინგემი კიმიხი უნდა ჩავსვათ, ან ბელინგემი მუსიალო და აი შენ გითხრათ რომელი გიჩვენ. ბელინგემს ხო სვამ, ბელინგემს სვამ. კი, ბელინგემს სვავთ. ბელინგემი კუნთები გჭირდება ნახევარდაცვაში. გრაუნბერგ ბელინგემი საკმარისი კუნთია უკვე, всё. კი.
გრძელი ფეხები, ვარდნები, ბელინგემი ძალიან ბევრს მაგრამ ჩვენ გამოდის როგორ ესე იგი, ნევეში ყავს, ხო ეგრეა? ნევეში არ ყავს. გრავენბერგი ყავს ბოდიში, გრავენბერგი ბელინგემი ჩავსვით და გვინდა ხა ანკიმიხე მუსიალ ეგრე გამოდის, ხო? ეგრეთ გასაკითხი. კაი, მეც და ციხეც მოყვა. ვინც გინდა ის ჩასო. მე მუსიალა ძალიან მიყვარს, ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის ბუნდესლიგაში, კეინთან ერთად და ბუნდესლიგას თუ უყურებ, მაგის გამო უყურებ, მაგრამ შე რო თქვა ეხა იოზუა კიმიხიო. უფრო იმსახურებს კი, იმიტომ რომ თქვი ფულა. ძალიან underrated არის იოზუა კიმიხი. კაი არა, ხო აი ჩუამენის არ იყოს კიმიხი ძალიან დაუფასებელი მგონია მე და ძალიან დაუფასებელია და თქვენ თუ არ გეწრიება ჯობს. ნახე გრავენბერგს უფრო დაჭირდება, მიხმარება ვიდრე შეტევაში დაგვჭირდება მუსიალა. და მაგას შესაძლოა ბელინგემი ძელი პასები, ბელინგემი შერბენები რა, გამოგვარგება. კიმიხი კაი ვარიანტი, კულტურებს კარგად ჩააქცევს. ბურთის მიღება მაგას არ ეშლება. აუ კიმიხი კლასიკერშიც კეინმა თავი გოლი კიმიხის ხუთი გაიტანა. მენტალური ლიდერი. ეფენბერგული კანური ხასიათი რაღაც ხო. შვენიერი სამი შვილის მამა თუ რამდენი ყავს? ეხა 4 მართლა? აუ, იგავ ვიცოდი. აბა მარცხენა ვინგერზე. აბა მარცხენა ვინგერზე თუ შეთანხმდებით? ხვიჩა კვარაცხელია. გაკო, ვინისიუსი და ლუის დიასი. საკმარისად დიდი ხანია მისწოდ ბიჭებო, რომ ჩემი გაწყვეტილება გამოიჩინოთ. ჩემი ხო რასა? ვინისიუს როგორ მიყვარს ალბათ დანტაზე ყოფილი. მარტო ლუის დიასი არის და? მარტივად გავიაროთ ხო ალბათ ეს. გავიარდა. ალბათ აუხსნი რა. კვარა. აი, ლოდი ესეოს. ამ სეზონს ხო ვითვალეწინებთ. ამ სეზონში მე კვარას ვერ მწყინავს, იმიტომ რომ ტრავმა ჰქონდა და რომ მოირჩინა, მე კიდე ტრავმა მიეყენა, ოცონე დუ არა. მაგრამ წინა სეზონს და ამ სეზონის ნაწილს თუ ვითვალეწინებ, მე კვარას ვფასებ როგორც აი იღბლიანი ფეხბურთელი გუნდისთვის. ანუ winning mentality შეგვიძლია შეუსაბამოთ, იმიტომ რომ ნაპოლისთან ერთად რო იგებს სკუდეტოს, ახლა კი გავიგე რომ მე კიდე მოიგო ნაპოლი, მაგრამ იმ სეზონში მოგება უფრო ფასეული იყო და უფრო სასიხარულო, იმიტომ რომ ამდენ ხნიანი პაუზა იყო. ნაპოლისთან ერთად რო იგებს სკუდეტოს და მე პარი სენ-ჟერმენთან ლიგას ძალიან დამთხოვა ჩემეზით არ არის. რაღაცაზე მეტყველებს. და გარდა მაგისა, წინა სეზონი უკეთესი ჰქონდა კვარას ვინისიუსზე. და მე როგორც თქვი, კარვახალის შემთხვევა იქნება ვიღაცის შემთხვევა ვიღაცის, ვითვალეწინებ ადამიანობასაც. ანუ მე მიჩვენია გუნდში ვიყავდეს ნორმალური, ზრდილობიანი ადამიანი, ვიდრე ვინისიუსი. ქართველი თან. მით უმეტეს კიმიხი ვიყავს, კიმიხის ჩემი აზრით, გულზე ანუ ქართველობას არ ვითვალეწინებ, ანუ რომ გამოვხოთ თქო მაგას ვამბობ. კიმიხს მით უმეტეს არ უყვარს ალბათ ვინისიუსი, ბურთი რო გადაუდო და რაღაცეები და მოკლედ კვარა უნდა იყოს მაგუნდში და აი ვინისიუსი ორი სეზონის წინ როგორც ჯობდა კვარას, როდესაც ნაპოლიში მეორე სეზონი ქონდა კვარასთან შედარებით ჩაუვარდა, ეგეთი სხვაობა ახლა ნამდვილად არ არის. თუ არ გაუთანაბრდა ბოლო ორი სეზონის მიხედვით, არც ძალიან არ ჩამორჩა. თქვა რომ უფრო მრავალმხრივი გახდა ენრიკესა კიდე. მით უმეტეს არის ყველაზე ისეთი ალტრუისტი, ანუ ვინისიუსი არ არის ალტრუისტი, ანუ უფრო ეგოისტია. ვინისიუსი ბაპესთან ერთად თამაშობენ და ამდენი ვარსკვლავი ვერიტას რა, ანუ ხო აქვს ამბიციები, რომ პირველ კაცობა უნდა. უფრო დამთმობია რა მოკლედ. ხო და კვარათან დაცვას დაეხმარება, ჩამოვიბნეს. ძალიან მაგრა დაეხმარება. კვარა ნუნუ მენდეში მირჩევნია მყავდეს, ვიდრე ვინისიუსი ნუნუ მენდეში. რორამე ჰაკიმის შეტევაში ეწესული კვარა ჩამოვა დააზღვევს. არაა პრობლემა. ამასაც გააკეთებს. მარჯვენა ფლანგზე გადავიდოთ, მაშინ ნახოთ აბა აქაც აქ მე ჩემი პოზიციაა. ეჟეს ფეხბურთელს აირჩევ თუ არა. დეზირე დუე. როდრიგო. ოლისე და სალაჰი. ამ ეტაპზე როდრიგო ბოლოზე არის. ოლისე. ჩემი პოზიცია ოლისეა. რეალის სასტარტო შემადგენლობაში წერ ხდება. გვაქვს სადაოს არის, სალაჰზე და ოლისეზე გვაქვს რა, დუეს ხო დუეტს ჯერ ვერ არის ისეთი. ხო და აი რას ვამბიცი? ამ სეზონში და წინა სეზონშიც სალაჰს უბრალოდ საშინელი სეზონი აქვს. ეხლა და აი არ ვიცი. იცი რომ მუსიალზე თუ იმას მაინც ძველ მუსიალას ვიცხებ, მაგრამ აქ ტრავმა ხო მიზეზი პრინციპში. მოდი იმაზეც ვიფიქროთ. ბოლოს 365 დღე აიღებს. ხო, არა, ბოლოს 365 დღეში ოღონდ სალაჰს მოგებული პრემიერლიგა თავისით მოაგებინა ლივერპულს პრემიერლიგა. მაგრამ ულისესაც საოცარი სეზონი ჰქონდა პირველი თან ბაიერში, პირველი. მე ხარ. და ეხლა სუპერია. ეხლა რომ მკითხო ულისეს აიყვანდი გუჩი თუ სალაჰს რა თქმა უნდა ულისეს. არა, კვარა ულისესთან სეზონი ლივერპულმაც იყიდოს. ხო, ოლისეზე ასე აქტიურად არ იფიქრებდა ლივერპული მოჰამედ სალაჰი რომ ის მოჰამედ სალაჰობდეს. კი. ხალხი ფეტის ნაკედეს მოჰამედ სალაჰს და ძალიან ბევრი. მოხამე ხოცებოდა ეგ გაფჩი გამიცვალეო რაღაცაში. არ მგონია რომ ოლისეზე ეგ თქვა ამ მომენტში. არა, ხო და თანახე კვარა ოლისე რა მაგარი ფლანგებია. არა სალაჰიც მაგარი ფლანგებია. კი, მაგრამ ამ წუთაც კვარა ოლისე. ხო და ამ წუთას
ამ წუთას ხო არ ვაფასებ თლად რა, მაგას ვუძებ, რომ ამ წუთას რა თქმა უნდა, ამ წუთას არის ოლისე უეჭველი. ამ წუთას რო აფასებდეთ ისედაც მარტო ამ წუთას რო აფასებდეთ ალისონზე არც იკამათებდით, იმიტომ რა რომ თქმა ტრავმა უნდა, აქვს. ხო. და მაგას ვამბობ რა ფულა რა, ეხლა სალაჰი ეგრე მარტივად გადავხაზო? არა, მარტივად გადახაზო არ არის, მაგრამ აი ბოლო, აი 365 ბუნდესლიგის სამი საუკეთესო ფეხბურთელი რო ავიღოთ, არის კეინი, კიმიხი და ოლისე, ხო? ხო. შეიძლება სადღაც ოლისეც კი კიმიხიც ეძებო. ოლისე კიმიხი იყო. შეიძლება ეგრე იყოს. ალბათ ეგრე არის, ალბათ ეგრე არის. კი ბატონო. სალაჰი ბიჭო, სალაჰმა ეს ვარდნა დაიწყო პარის სენ-ჟერმენთან მეორე თამაში. და პირველი პილოსის რა უკნია. პირველი ყვარეს, აი მერვეთ ფინალიდან დაიწყო ვარდნა სალაჰმა. ენფილდ როუზე მენდეშმა ჩაყლაპა სრულიად ხო რა ვიხა. კი, დაჟე მერე პრემიერ ლიგაში გოლებიც გაიტანა, აი რაღაც ისეთი გოლი ნიშნულოვანი, ეგეთი არ მახსენდება. ძლივს გადავიდა იმაზე, ძლივს მოხსნა რეკორდი. დაჟე რაც უნდა მოეხსნა ისინიც ვერ მოხსნა რა. ხო. უფრო მეტი შტაბეჭდილება სტოვებდა მერვედფინალურ ეტაპამდე სალაჰი თავისი მონაგარით რომ მეტ რეკორდს მოხსნიდა და უფრო გადახაზავდა იორკს და შირერს გოლების რაოდენობით, ვიდრე საბოლოოდ გამოვიდა და 65 დღეში უბრალოდ ეს სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერიც ხო ყვება და ხო, მე ოლისთან ძალიან დავაკნინე იმას ჩემპიონთა ლიგის ამბავში. პირველ პიკადრო უგებს. ჯერჯერობით ოლისე უკეთესად თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე, ვიდრე იამალი, ოღონდ მომენტში ესეთ სასაცილო ამბავი იყო ეგ. დაწყებული არ იყო. ინტერთან იამალი არ იყო იქ ჰოლანდის. არა, ხო, ჯერ იყო და ჯერ აიჩია ოლისე. ინტერთან ის ორი მატჩი რო გამოაგლო, ოლისე შაშენაჯობდა ჩემი აზრით. და იამალზე წინ თავისივე გუნდში რაფინია იყო. აი მეორე იმაში ეთანხმები რაფინია ჯობდა. ფიკასთან არ გახსოვს გოლი და ასისტი იამალისგან. კი, ეს მომენტი, ანუ აქვს, რა თქმა უნდა, წინა სეზონში ლამაზი მომენტები და ხაჭირო. მე რაფინია მერჩივნა იამალს. ვინ არჩიეთ საბოლოოდ? განგრძობითად რაფინია ჯობდა. ოლისე? ოლისე ხო ალბათ. ოლისე ხო. სალას ვიტყოდი, მაგრამ აი ორი ერთია და ოლისე ყვარა შევტაგა. ოლისესთან მაგ ხო საერთოდ არ ფსაროჩი. ძალიან მომწონს ოლისე და თან ცოტა ისე ვგზნობ თავს რომ იმედას ძალიან მაგით ოლისე. რაღაც აბრუნებ ხო რაღაც. ხო, ვალს ვაბრუნებ. იმედას კამბექი იწურება. ფორვარდი მეგობრებო, ერთი შეგვიძლია მხოლოდ დავირჩიოთ. ნო, ისაკი, კარგად იყოს. კარგად იყო. დემბელე, კარგად იყოს ოქროს ბურთის გაფორჩებული მოქმედი. მბაპე და კეინი. კაჭი, მე რას ვიტყოდი, დემბელე რაც ვითამაშეთ, არაფერში არსად არ მოხდა. მაგას შეულებოდა. დააგენე მარჯვენა გარემარბა და ავირჩიო თქვა მართლა სალავზე და ოლისეზე წინ დავაკეთე დემბელეს რა თქმა უნდა. კეინი მბაპე სადაო. კეინი მბაპე არის სადა. თან ამ სეზონში ორივე ისეთ საოცარ ფორმაშია და საოცარ ზღვაზეა. ფულად თქვი ვიზამბობ? Englishman. რა თუ ვიზამბობ? საყვარელი ფეხბურთელი თუ არა ერთ-ერთი მოიცა. როგორ გაჩვენო? ეს გავაიხო. ჩანს. მე ვხედავდა, არ ვიცი კამერაში ჩანს. ბაპეს წიდააცვია. გასაგები. ასე რომ და შენ ამღერი გაგრეკი ხო? ფულად რას ნამღერებს ავსდები, მე ძალიან ბევრზე მაქვს ნამღერი და ეგრე ციხე ისაკიო, შენ ისაკს ირჩევ. მე რასო, ისე ფულად ამ სეზონით აი რომ მოჭრა და დაიწყო აგვისტოდან მე ავირჩევდი კეინს. მეც კეინს. იმიტომ რომ ანუ ძალიან უკეთესი მგონია ვიდრე მბაპე. გავიგე რომ იქ დონე ლა ლიგაში უფრო მაგალია. ვიდრე იმაში ბაიერნში, ბუნდესლიგაში. მაგრამ მიუხედავად მაგისა ისე თამაშობს ეგ კაცი რომ მე ვიტყოდი კეინს. მაგრამ რადგანაც წინა სეზონსაც უმეტო წინა სეზონი რეალს უფრო ჩაუვარდა, ანუ მბაპეს გარდა ყველას ჩაუვარდა. მბაპეს არ ჩაუვარდა. მბაპე ისე ითამაშა რაც ჩააგდო, იმიტომ რომ ადაპტაციის პერიოდს გადიოდა. რაც საკმარისი იქნებოდა მბაპემ ყველაფერი გააკეთა მაგისთვის რა. სოფლის საუკეთესო ფეხბურთელია რეალურად. ხო, რა ვიცი. რავი, აი, ხალხო. მესი რაც წავიდა. რას ვამბობ? ჩემი აზრით მბაპე არის საუკეთესო ფეხბურთელი, უბრალოდ რაღაც პერიოდი რა თქმა უნდა შეიძლება ერთ სეზონის განმავლობაში დემბელე ჯობდა შარშან. მაგრამ ესე რო აიღო, ვინ არის ხალხო სოფლის საუკეთესო ფეხბურთელი? აი, ვის გიპასუხებთ? მაინტერესებს რა, ვინ არის? აი ყველაზე მაგარი ფეხბურთელი ვინ არისო რომ? ნუ უმეტესობა ალბათ ბაპეს უპასუხებს, მაგრამ ბაპეს გეტყვის. იამალიც ალბათ ბევრი მას შეიძლება თქვას. აი ამ სეზონით უკვე არა. ეს ორი გამოკვეთილია რა, ეს ორი გამოკვეთილია. გოლკომისის უნდა. ედრიტო. სალამ ნიკი ნიკოლს არ დაიშერდება და აი ჯერ ეგეთი მოცემულობა აქვს აბსოლუტურად. აბსოლუტურად შეაფასო იქ, აბსოლუტურად იტყვის მაგას, მაშინ ძალიან ბევრი იტყვის. აბსოლუტურად ჯერ ვერ ამბობს. მე გამიხარდება მოკლედ. პენელა კროზია თავი ასკლავე. კეინი ძალიან სეზონის ბოლოს ნახო კროსბურთით ხელში. დაემოიგოს ფულო.
მაგრამ კეინ დაი, მაგრამ ეხლა იცი რას ნიშნავს? ვინ უნდა მოიგოს ბაიერმა და ინგლისმა? ინგლისე ციხეს გაუხარდება აი ბაპე რა, ანუ ბაპე? ორ სეზონს თუ კი ბატონო, ვამბობთ. მესმის. ბაპე არის სუპერ საუკეთესო ფეხბურთელი. მეორეა შეიძლება კეინი ამ წამს. მეორე არ კეინი. მე მო შეიძლება არა მეორე. კეინი ეხლა ის უკნიდან რო თამაშობს, ჩამოწეული რო სასწაული. რა პასებს აკეთებს? დორტმუნდთან იყო. დორტმუნდთან ჰქონდა იპოქალური თამაში, იმიტომ თვითონ რომ მართლა კარიერის საუკეთესო თამაში. ოქტიოთან გოლი არ მინახავს და ვნახავ. პირველი გოლი ნახე უეჭველი. რა იბედა. ფეხბურთი გესმოდეს რომ ეგ გოლი მიხვდე, რამდენად სრულად შესაგდებია რა. ვიღაცამ შეიძლება ნახოს და ბენგერი არ არის, მაგრამ აი ძალიან უთულეს და აი ისეთი გოლია ოსტატობას რო აჩვენავდეს კი. კეინს ძალიან დიდი ბოდიში ჩემთან პირადად. ნუ თან ბავშვობის ფოტოებში მაგზავსებენ კეინს გავხარდა. კი, მაჩვენს მეზგეუნებოდი ხო. ხო, აურჩიო, თუ გინდა მამეთ აურჩიო, მაგრამ ბაპეს ნასკებთანაც ტეხნო. მე რასაუბრობ, თავისუფლად შეძლო ნიკას ჩვენს გაემარტივებინა საქმე, ბაპე როგორც მარცხენა გარემარაბად ესე ჩაითვალა, კეინი როგორც ფორვარდი და მარჯვენა ფლანგზე უსმა დემბელი. ძალიან უინტერესო ეპიზოდი გამეკეთებინა. რა თქმა უნდა შემეძლო, რომ ძალიან უინტერესო ეპიზოდი გამეკეთებინა, მაგრამ არ გავაკეთე. მას შეგვიძლია ვიჩხუბოთ. გამწრდელია. ამ მომენტისთვის რო იცოდეთ, რეალიდან ყავთ, ანუ გუნდი დაკომპლექტდა რეალის 4, PSG-ს 3, ბაიერნის და ლივერპულის 2-2 ფეხბურთელით. ძალიან კარგად დაბალანსებული. და დაგვჭა მთავარი მწვრთნელი. ხო, ბაპე ჩაჯდა, ხო? ბაბე ჩაჯდა. სანამსნელამდე მივალთ, კი, თქვი? ციხესა შევეთანხმები რომ აგვისტოდან მართლა აი ამ წუთამდე მოყვა ეს სეზონი რო აიღო, მხოლოდ ეს კეინი 22 გოლია გატანა ოქტომბერია. ჩემთვის ბაპეზე წინა არის და ყველაზე წინაა საერთოდ ამ რასაც აკეთებს. გოლკომის ვერსიით პირველზე არის თუნდაც. სპატაშორის კი, ბატონო. ბალონდორზე და კეინი. აი დორტმუნდთან თამაში რო ახსენეთ ის ეპოქა, ანუ ბოლოს მეგონა მართლა რომ გადაკიდებდა მაღლობას და იმას თვითონ დახვდებოდა მე ყველგან მართლა ყველგან. გარდა რომ გააკეთა საჯარიმოს ხო 92 წუთზე ხო აი ძალიან მაგარი კეინი. ალბათ ამ წამს შეიძლება უფრო წინ არის რენკინგში, მაგრამ კილიან ბაპესგან სულ აქ ეგრძნობა რომ თუ აფეთქდა და ხა აფეთქებამდე ძალიან ცოტა უკლია. კლასიკოში ჰეტრიკი კიდევ შეესვა იქ ის გოლი. ის რომ რაც არ ჩაითვალა რა გოლი შეაგდო ის რაც არ ჩაითვალა რა რაც არ ჩაითვალა ეგ რა იყო. კლასიკა. ანუ საოცარი გოლი იყო. თან ძალიან შორიდან, ანუ უფრო ახლოდან მეგონა. ეგრევე რომ დაარტყათა? ბაპე მოდი მთავარი მწვრთნელი მეგობრებო, ეს გუნდი რომელიც დააკომპლექტეთ, მაინც გეტყვით და დაფიქრდით რომელი მწვრთნელი მოუხდებოდა. აბა კურტუა არის კარში, მენდეში და ჰაკიმი ფლანგებზე, შუაში ყავთ ვანდაიკი და ჰაუსენი, გრავენბერხი იქნება ჩამშრელი, კიმიხი და ბელინგემი ითამაშებენ გრავენბერხის გარშემო, დაეხმარებიან როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში წაიღებენ ბურთს, მარცხენა ფლანგიდან ხვიჩა იქნება, მარჯვენა ფლანგიდან ოლისე, ცენტრ ფორვარდი ბაპე. ეხა იტყვით ამ მას მწვრთნელი რა თუნდა ნიკა ესებულა დააკეთა ამ საჭირო მაინც მოიგებს. საჭირო არის. შონზო რო დააკეთა. მაინც მოიგებს. შონზოს დიდი პატივისცემა ბაიერნის ფანია შეიძლება. მოგითხრა კიდე. მაგრამ ბარემ დავაყენოთ მოდი ისეთი. ნიკა ესებუას პატივისცემა არა? ანუ ნიკა ესებუასაც ათქმა ავტომატური პატივისცემა. მე ჩემი ვარიანტი თქვა, ჩაბიონ. კაი, მაინც ავარჩიოთ, ხო? ლუჩო, ლუჩო ლუჩოს ვინჩევ კაცო. ალონსო, სლოტი, ენრიკე და კომპანი. არის სლოტი, მოგონი მე-4-ზე გადასახე. ხო, არის მეგონა კომპანია იყო მე-4-ზე და თურმე სლოტი ამ. არა, არა, კომპანი ჩემთვის თურმე სლოტი ინერციის ამოვია. ანუ ალონსოს ესე მარტივად ირჩევთო, ენრიკეს არც განიხილა. არა, არა, ენრიკეს ვინჩევ. ალონსო გავიგე. ალონსო ფულ არ ამაიჩა. არა, უბრალოდ არა იმიტომ რომ ენრიკეზე მაგარი მწვრთნელი გონი არასასურველი არა. აბა? უბრალოდ უფრო სიმპათიურია? გუნდს. უფრო მაგარი ფეხბურთელი. უფრო მაგარი ფეხბურთელი. კაი, ხო. უბრალოდ გონია რომ აი ამ გუნდს ხა გონებაში გადავთვალე რა ფეხბურთელები ყავს. ჩაბიონს რომ ამ გუნდს ყავდეს თან თავისი ბაპეთი ზევიდა, ხო? რა ვიცი, ნუ ძალიან მოუხდები. ლუჩო რა ზაშავს? არა, ლუჩო ბაპეს ეთქვის ისაო, შენ ჯორდანი შენ იმ საუბარს დაუწყებს ისე. ხო. ამიტომ ხო. ლუჩო ენრიკე არის. აი ჰაკიმის შემთხვევაში როგორცა იმსახურებს რა, ანუ ვერაუბრით ვერც. კაც აქ 2015 წლის ბარსელონაზე ლამაზი, კაი, ხო, 2015 წლის ბარსელონა ჩემს რაც მინახავს არის მეორე ყველაზე ლამაზი ბარსა. შეიძლება ბარსა კი ფეხბურთი ზოგადად. პირველიც. 11-ის ბარსა. რაც მინახავს რა. 11-ის ბარსა უფრო დაუმარცხებელი იყო, მაგრამ ეგ ჯობ, ხო, არა, ეგ ჯობ, ეგ ხო, მართალი. 11-ის ან სუარესი, ნეიმარი, მესი არის, აი რა, ავიცი. იღა ინიესტა იგ შეკრა ეგ გუნდი ბარსამ საერთოდ. ტრენდია და ხო, არა, უბრალოდ
ბრენდია როგორც გია. გია, ბრენდი ვარ. არა, საკმაოდ იაფად შეკრა თქო რა, ეხლა რო იმიტომ ხსენებ. ბარსას უფეღურთელი უნდა, ფეხბურთელს უფრო უნდა. ბარსაში შეიძლება ვიდრე ბარსას უნდა ფეხბურთელი და რეალზეც ეგრე მოქმედებს იდეაში და რეალ ბარსა ძალიან ერთი დეტალია კიდევ. ნახევარდაცვა ჩვენ ყავს ბელინგემი, გრავენბერხი, კიმიხი და ხო, ეგ. ფულ არის ნახევარწოლები ისე უყვარს. კიდევ უნდა ერთი სამი კაცი ერთი სამ დავამატებდი იგი. ამ ხალხს ჩაბი ალონსოსთან, რავი. ანუ ჩემს ბევრი რამე არის ყება, თუ დაგითმო ალონსოს. ერთ-ერთი რაღაცაზე წყვებული, რომ ვიტინია ვერ მოუხვდრეთ ამ გუნდში. აი გრავენბერგს გავცვლიდი ვიტინიაში, მაგრამ ისე დავა. სხვადასხვა პოზიცია არის. მაგან გაიყვანა ხო? მაგას არ და ეგრე დავალაგებდი, რა თქმა უნდა, რომ ესე გემრიელა ზღაპარი მოგიყოლათ, სადაც ნახე რამოდენი მაგარი ფეხბურთელი ყავს. არა. კაი, ლუის ენრიკე რა. ენრიკე და ალონსო. ვინც იმსახურებს, იმას მივცეთ. ლუჩოს როგორ არ მივცე. ვიჯო ვარაცხელია. ლუის ენრიკე მეგობრებო, თავარი მწველი. კაცი რომელმაც ჩახლეჩილი, ხმით კაცი რომელსაც შეუძლია ველოსიპედის ტარება. მხრე დამოგდება საქართველოს შემოუაროს ველოსიპედი. კი, მაგრამ შეიძლება ლავიცი ზვალი მოიტეხოს, კაცი რომელსაც არ ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს ქუჩა კვარაცხელიასთან და კაცი რომელსაც ყველაზე მაგრა გაუხარდა კვარაზგოლი. ბაბეს როგორ მოვარიგოთ მითხარებაში. ბაბეს როგორ მოვარიგოთ? მან ხო. მან მართალი იყო ენრიკე ბაპეს ვეუბნები. არა, მართალი იყო, მაგრამ როგორ შევარიგოთ ამით? ბაპეს გადაიაზრა ფუა. ეხლა დაცვაში ჩამოდი საწესოში და ყველაფერზე საკეთებს. ასე რომ მოვაგვარებ პრობლემებს იქ ჰაკების დაგვიხმარება ბაპეს მაკაცია და ენრიკესთანაც კაი ურთიერთობა აქვს და ყველაფერი იქნება რიგზე და ისე როგორც საჭირო. ეს გუნდი მოიგებს ყველაფერს. ყველაფერი კარგად იქნება, როგორც ითქვა. მაგრამ გარშემო ნიკო გომერო. ჩვენ კი დაგემშვიდობებით და ამ ტოპ თამაშებს გიტოვებთ, აუცილებლად ნახეთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. ორივეს ვერ ნახოთ. მე უნდა ხოსამაგირო. შეიძლება ჩვენს პლატფორმაზე შენ ალბათ ესეთის კომენტატორი იქნება. ერთ-ერთი კომენტატორი ვარ და მაგას არ PSG, ბაიერნი, ლივერპული, რეალი. ძალიან მაგარი.